იდეალურია რა, ყველანაირად. ვიტამინებით სავსე, სუფრაზე უგემრიელესი. ერთი თვალი ამან გახსნა, მეორე თვალი ამან და აგიმაჯო ჩემო ჯიგრებო, მეორე მწერს ხოლმე რომ რაღაც ისეთი გააკეთეო რა, რომ სულ ახლა გრილი რაღაცაო და არ გვაქვს ყველას ეს გრილი შეშა ცეცხლიო და ამე ისეთიო რა, რომ ჩვენ სახში გავაკეთოდო და გადავწყვიტე ძალიან ჯანსაღი რამე. გავავზადოთ ახლა წერის კვერცხის მარინადი რა, ნუ ეს ახლა რაღაც იდეალური რამე რა. ესე იგი რაღაცა რკინა, ყველა თუ რამე არსებობს რა, ესე იგი ყველაფერი ამაში იაპონელები ამის გარეშე არ ცხოვრობენ და იმიტომ 100 წლისები რო არიან რა და თან გამოდის ძალიან მაგარი რაღაცა. გინდა ბავშვისთვის, გინდა რა ვიცი დიდისთვის, ვისთვისაც გინდა რა, ვისთვისაც და როგორც გინდა რა და რავი ნაბახუსებზეა კიდე რაღაცა სასწაული რა და დავიწყოთ რა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, აი ნახეთ ესეთი ოქროს წყერის კვერცხები რა, ესეთი ოქროსები რა. ეს უნდა ავდგეთ და უბრალოდ ჯერ მოვხარშოთ რა. ან წყერის კვერცხთან მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანი ხარშვა არ ჭირდება, მაქსიმუმ 10 წუთი, მაქსიმუმ 10 წუთი რა, როგორც კი წამოდუღდება 10 წუთი უნდა ვხარშოთ. წავით ახლა ეს უნდა მოვხარშოთ ჩვენ. ესე იგი, თან წყერის კვერცხს აქვს ერთი ძალიან კარგი რამ კიდე რა, რომ ესე იგი სალმონელა არ აქვს საერთოდ წყერის კვერცხს, უბრალოდ არ აქვს რა. რაღაც სასწაული რამ არის. ესე ახლა დაახლოებით ერთ 100 ცალ კვერცხს მოვხარშავთ ჩვენ. ამის გარჩევა არის რთული, უпроსტად ვინც არის ის რთული და იმასაც გაჩვენებთ მე მარტივად როგორ უნდა იმას ვქნათ, რა ქვია, გავარჩიოთ. არაფერი ახლა ჩვენი მთავარი მიზანია ეს ყველაფერი კვერცხი მოვხარშოთ. ეხლა ჩვეულებრივად ავიღოთ და დავდგათ და მოვხარშოთ ეს კვერცხი ჩვენ რა. ეს არის ახლა ჩვენი თავარი ამბავი. სადღაც 1-5 წუთი წამოდუღება და მე 10 წუთი დუღილი. აბა ჩემო ჯიგრებო, აი ჩვენი კვერცხიც მოიხარშა. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ, მაქსიმალურად უნდა ესე იგი გავაციოთ ახლა ეს ჩვენ და რო გავაციოთ, მე უნდა გავწვქნათ. აი გავწვქნას როგორ გავაკეთოთ, მაგრად უცებ სწრაფად პატარა იმას რა ქვია, life hacks ხრიქს გაჩვენებთ აუცილებლად. წავედი ახლა ეს და 1-15 წუთი კაიც გამდინარე ცივწყალში შევუშვებ რა. აი გაცივდა კარგად უნდა გააციოთ რა ეს კვერცხი რა, აი გამდინარე წყალში 15-20 წუთი. აი ესე რომ გაცივდეს რო იტყვიან და ახლა რა არის ხოლმე ამის პრობლემა არის ყოველთვის გავწვქნა რა, ესე ჩაოლებრად თუ დაიწყოთ ამის გავწვქნა, ბევრ ადგილას აი ესე გაგიფუჭდებათ, გამოიგლიჯება, ამიტომ არის ძალიან მარტივი ესე. ჩაოლებრივი ქილა ამაზე დიდი, ამაზე პატარა მნიშვნელობა არ აქვს რა. და დაახლოებით აი ესეთი. ესე ჩაყარეთ ერთი ღამაში 7-8 ცალი მეტი არა რა. და ოდნავი, აი ესე წყალი დაასხეთ. ვახურავთ. და ესე რა ვაჭანჭყარებთ რა. ბევრი არა აი. ამოდენიმე ხანი ახლა ეს სწორად პატარა ქილა მაქვს მე. თუმცა საქმედო და აღარ ჩამოვიტანე დიდი ქილა. და ნახეთ ამას როგორც გახსნით შემდგომ უკვე აგერ არის დააკვირდით აი ნახეთ კვერცხი უკვე როგორ იფსქნება ჩვეულებრივად რა. აღარ ჭირდება აღარაფერი, აი ესე ხდება კვერცხის გაფსქნა მე რა. და სათითაოდ აი ახლა ამას რასაც თქვენ ხედავთ, სადღაც 100 ცალზე მეტია აქ ეს კვერცხი, აი ესე. ამას გავწვქნით ერთ 10 წუთში რა. და თან აი მიიღებთ აი სულ ესეთ სახს, აი ესე საღი იქნება, არ იქნება, ვაფშე აი არ გაფუჭდება, არ მოძურება არც ერთი ცალი რა. ეხლა ჩვენი მთავარი არის თემა, რომ ეს კვერცხი ახლა იმას ვქნათ, რა ქვია, სულ გავარჩიოთ, აბსოლუტურად, რასაც აქ ხედავთ. და როგორც კი ამის გარჩევას მორჩებით, ავდგებით და უკვე მოვამზადებთ მარინადს, უკვე მე ამ ბანკაში მოვათავსებთ კვერცხს. და მე შემდგომ უკვე 24 საათში იქნება მზად და იქნება ძალიან გემრიელი. ნუ ახლა სათითაოდ რომ ამის რჩევა არ ვანახოთ 10 წუთში ამას მე გავარჩევ და გადავიდეთ მე უკვე ბოლო პროცესზე. აი გავარჩიეთ ესე იგი ეს კვერცხი გავაწყრიალეთ, გავაპიცკინეთ, გავასუფთავეთ და სანამ ახლა ჩავდებთ ამას ჩვენ იმაში რა ქვია კილოში, მანამდე სადღაც აი ლიტრა 200, ლიტრა 300 წყალი ავიღოთ. დავდგათ ეს
ეს ქურაზე. ამას ჩვენ ახლა სავსე სუფრის კოვზი. დიდი სუფრის კოვზი ესეთი. გრუზავიქს რო ეძახიან. მარილი. ნახევარი სუფრის კოვზი, შაქარი დაგჭირდება აუცილებლად. მარინადი გავამზადოთ. ახლა სადღაც ახლა 100 ცალია და მოდი 2-3 შეიძლება. ერთი ცალი ცოტა პატარა ვქნათ ესეთი დაფნის ფოთოლი და ეს არის აქ ჩვენ გვაქვს სურნელოვანი წიწაკა, შავი წიწაკის ბურთულები და მიხაკი. ესეც ესე ვქნათ ეს ნიური გადავდოთ გარჩეულიც გვაქვს. მიხაკი და ეს დარიჩინს რო ეძახიან, ესეც ესე ერთი ცალი ჩავაგდოთ. დრო რომ მოვიგოთ. ამისთვის. ეს უნდა ახლა წამოდუღდეს და როგორც კი წამოდუღდება, მაშინვე გამოვთავთ. მაქსიმუმ 2 წუთი ვადუღებთ. უბრალოდ ერთი უნდა წამოდუღდეს რა. დიდი ხანი დუღილი ამას არ ჭირდება. ახლა გადავიდეთ უკვე ჩვენ იმაზე რა ქვია. ვერცხლი ჩავალაგოთ კილაში. ნიური გარჩეულიც გვაქვს, თუ დაგჭირდა კიდე დავამატებთ 1-2 კბილს. ავიღოთ ეს პატარა დაფა, მეტი დაფა არ გჭირდება და დავწყოთ. ესე იგი, სანამ კილაში ჩავყრით, ეს ნივრები გარჩეული ახლა მე დრო მოვიგე, რომ თქვენს მალე მოგცეთ ინფორმაცია, არ მიყვარს ხოლმე 5 საათი ხავსრობს ხრიან და ესა 7 საათი მერე ნიორს და 5 წუთის სათქმელს რო საუბრობენ ხოლმე. და იმას აქვს 1 საათი. აი ესე ნახეთ, აი ესე ჯობია რომ დაჭრათ ნიორი. აი არც დაჭყლიტოთ და არც თლიანი. რო ესე იგი არომატები რო გაუვიდეს და მიეცეს არომატები, აი ესეთ ზომაზე დავჭრათ ნიორი რა. ხა ეს ორივე ეს რაც ჩავყაროთ ესე. აკა და დავიწყოთ კვერცხის ესეც ჩალაგება. ცოტა დიდი ბანკაა და ჯობია დასკდეს კვერცხი ესე. გამოთ იმას უნდა თქვენ ჩავალაგოთ. კილა ყოველთვის ისე ეცადეთ რომ გქონდეს ესე იგი საშუალება რომ ოდესაც ჩვენ ახლა ამას დავასხავთ მარინადს თქვენ თვითონ დაინახავთ რომ აი გეგონებათ ნახევარია კვერცხი მაგრამ ამოიწევს ზემოთ და ანუ სადაც 100 ცალი კვერცხი გვაქვს ახლა ჩვენ აქ აი ესე როდესაც ჩავყრით კიდე ახლა დავამატოთ ისე მაგალითად ერთი კბილი ნიორი დავამატოთ ნიორი აუცილებელია და ძალიან კარგი მოსაზრებს, მაგრამ ძალიან ბევრიც არა, აი ესე არ აქნათ რომ ახლა ერთი 10 კბილი და რაღაცა, თორე მე უკვე თავის გემოზე წაიყვანს. ესე ვაგრძელებთ ჩაყრას. და დავამატოთ ნიორი. ესეც ნელ-ნელა აგვითუხტუხდა. ესე. აგერ ესეც ჩვენი კვერცხი ესე. ეს ერთი კბილიც დავამატოთ ბარემ. აი ესე შევსებულია ახლა ეს კვერცხი. რამოდენიმე წუთი დაველოდოთ ახლა რომ უბრალოდ მარინადი წამოდუღდეს. აი ადუღდა მარინადი უკვე 1-2 წუთია რაც დუღს. ახლა ავდგეთ გამოვრთოთ ეს და ოდნავ რო შეგრილდეს, ოდნავ რაღაც სასწაული ის არ ჭირდება, ეს გადმოვდგათ ახლა და 10-15 წუთში უკვე უნდა დავასხათ კვერცხს. შეგრილდა ეს ჩვენი ისიც რა ქვია, მარინადიც. ავიდა დაახლოებით, 10 წუთი. და ახლა ავდგეთ და ნელ-ნელა დავასხათ რა ესე რა. აი. და
აგერ ჩავუწყოთ ჩვენი ლამაზად დაფნებით. ესე. მოვუწევთ ესეც, რა თქმა უნდა. ესე იგი, იაპონელები, როდესაც ამზადებენ მწყერის კვერცხის მარინადს, რა, მუდმივად უშვებიან ხოლმე სოიოს соуს და ნუ საერთოდ სოიოს соуს იაპონელები ყველაფერში ხმარობენ რა, ანუ მაგათი ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, სახეა რა ეს რა სოიოს соуსი და თუმცა მაგალითად სხვა ქვეყნებში ამზადებენ ის რა ქვია მწყერის კვერცხის მარინადს და სოიოს соуს არ უშვებიან. ანუ თქვენ შეგიძლიათ თუ გაქვთ უკნათ თუ არა, ნუ ზამთ. ამითი არაფერი როგორც იტყვიან, ესე იგი არ დაშავდება. რაც არის აუცილებელი არის რომ უკნათ ძმარი. ძმარი, აი ამ მოცულობაზე დაახლოებით 60 მილილიტრი, ნუ 100 მილილიტრი მაქსიმუმ რა. არც კი, იმიტომ რომ თავის მერე ძალიან თავის გემოზე არ წაიყვანოს. მე პირადად ხმარო ვაშლის ძმარს, ახლა ვაშლის ძმარს უზამ, მაგრამ შეგიძლია ჩვეულებრივად ღვინის ძმარი იხმაროთ, არანაირი პრობლემა არა, ნებისმიერი ახლა ნორმალური ძმარი რომ უბრალოდ არ გააფუჭოთ მარინადი რა. ესე რაღაცა დაახლოებით ამდენს ესე ჩავასხავთ ჩვენ ძმარს რა. და რავი, მე პირადად კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 30-40 გრამს დავამატებ სოიოს соуსაც, იმიტომ რომ ძალიან უხდება, რაღაცა ესე თავის ფერსაც ძალიან კარგს აძლევს, მას რა ქვია, პროდუქტს თვითონ კვერცხს და გემოსაც სხვათა შორის აი თავისებურ გემრიელ გემოს აძლევს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის აი ესეთი აუცილებელი მოცემულობა. არ გაქვს სოიოს соуსი, სოიოს соуსის გარეშე შეგიძლიათ გააკეთოთ. აი ესეც ესე დაახლოებით 30 გრამი, ბევრი ნამდვილად არ უნდა ესე. ესე მოვასხათ. საკმარისია აბსოლუტურად და ეხლა ამას ჩვენ უნდა დავახუროთ ესე თავი და დაახლოებით 1 საათი, შეიძლება საათნახევარიც, აი ესე უნდა გავაჩეროთ, სანამ სულ არ გაგრილდება. სულ უნდა გაგრილდეს ეს რა ჩვეულებრივად, ეხლა უკვე ცხელიც აღარ არის, თბილია. და როგორც კი ესე იგი სულ გაგრილდება, მაშინვე შევდგოთ მაცივარში. 24 საათის შემდეგ უკვე შეგვიძლია ეს გავხსნათ, დავაგემოვნოთ, გავსინჯოთ და ნუ განახებთ ეს როგორი იქნება ზუსტად 24 საათის შემდეგ და მივაყოლოთ რა თქმა უნდა რა აბი გლუკოზა. აბა ვაცდით ახლა 1 საათს და მაცივარში და ხვალე შევხვდებით ზუსტად ამ დროს დეგუსტაციას. აბა აი ჩემო ჯიგრებო, ესე ჩვენი მწყერის კვერცხის მარინადი გავიდა 24 საათი, ცოტა კიდე შეიძლება მეტიც და გამზადდა. ეხლა მას ჩვენ ამოვიღებთ და ასევე აი გაჩვენებთ ამისი რეცეპტიც გვიდევს ჩვენ, რომელიც სახლის პირობებში გამოგდით 3ჯერ იაფი. ეს არის ნორვეგიული ორაგულის სათალი. ამასაც დაუდებთ გვერდზე და ამის რეცეპტი რა თქმა უნდა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენთან YouTube-ზე. და დავაგემოვნოთ ეხლა რა, დავაგემოვნოთ. დავიწყოთ ეხლა ამას, გადმოვალაგებთ ყველაფერს ჩვენ და მე რა თქმა უნდა აბი გლუკოზა. ხო, რაც თავარი აქვე გეტყვით, 1 კვირა შეგიძლიათ მინიმუმ აი მაცივარში შეინახოთ აი ესე ეს მწყერის კვერცხები. აი ჩემო საყვარლებო, ნახეთ, როგორი სერვირებაც გამოგვივიდა, ცოტა სერვირებაზეც ვიზრუნე და იდეალურია რა, ყველანაირად. ვიტამინებით სავსე, სუფრაზე უგემრიელესი მწყერის კვერცხი და თან სახში თუ დაამზადებთ, იაფი დაგიჯდება და თევზიც ხო საერთოდ რა. მოდი ახლა დავაგემოვნოთ. მithumetes თუ ნაბახუსებზე ხართ, ცოტა აბი გლუკოზასთან მისწრება. ზოგი ვერ ჭამს დილას, ხაშსაც კი ვერ იმაშვება, აი ესეთი არიან ხალხი, ესეთი მძიმე ესეთი ნაბახუსები რო აქვთ ხოლმე რა და უჭირთ ჭამა. ახლა ამიტომ ჩვენ გვაქვს ჭაჭა, კახური და აბა ერთი ცალი აი, ნახეთ, ესე ავიღებ. ჰოპ. კიდევ ერთი ნახეთ. ესე წკაპ. ვიღებთ. ჰოპ. და აბი გლუკოზა, აბა გაგიმარჯოთ ერთხელ. და აბა მეორეც. ერთი თვალი ამან გახსნა, მეორე თვალი ამან და
ანტრე ბატონო, ჩვენი მწყერის კვერცხის მარინადი. ასე რომ, შემოსაყვალებო, გაგიმარჯოთ, მომწერეთ, რა რეცეპტები გაინტერესებთ, კონკრეტულად გრილი, იქ მაგალითად მარინადები, სხვადასხვა რაღაც რეცეპტები და ან დეგუსტაციები და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. და ხმალი თქვენი და ისერი აგერ ჩემი შემოსაყვალებო. აბა იხარეთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, მოწონება და ერთი ჯიგრული კომენტარები.